გამარჯობათ. მოკლედ გუშინ, რაც გუშინდელი ვიდეო ვინც ნახეთ, ეს ფიოჩის პირველი ნომრები რო ვესროლე პნევმატურთან ერთად 50 მეტრაზე. აი მაინც და მაინც ვერ დავრჩი კმაყოფილი, ერთი საფანტი ძლივს მოხვდა გინკილა და ეხა მინდა რომ ეს პატრონები გავტესტო რა. სამიზნეები დავაყენე იქით ეს 30 მეტრაში სტანდარტულად. რაც მე ესე მგონია რომ ეს არის ტოპის საშუალო მანძილი რა ვიცი ამაზე იქით უკვე აჰო და ანა რა ჩემი აზრი ესეთია და რა ვიცი ხა სხვა შეიძლება სხვანაირი აზრი ქონდეს და მეორე დავაყენე 50 მეტრაში. ორივე სამიზნეს ახლა ჯვარზე ვესვრი დაწყნარებით უშინდელთან შედარებით. ნახოთ აბა ერთი როგორ იტანს ეს ფიოჩის პირველი ნომრები. და მე მაქვს კიდე ეს ჩემი ნაქები ჟაკანი ფიოჩის 28 გრამიანი და ბონუსად 70 მეტრაში ეს ვესროლოთ უგლუჯი 12-ით. ეხა ჩავალაგებ ამებს და ნახოთ აბა რა იქნება. აგერ მაქვს ეს რაზმები. Ой, то высрали то нахуй. საკმაოდ მძლავრად გავარდა ორივე ვაზნა, მინდა გითხრათ. ჯანი ნორმალური აქვს. ხო და რა ვიცი, მივიდეთ და ვნახოთ. ეს არის პირველი სამიზნე, რომელიც არის 30 მეტრაში. რა ვიცი რა გითხრათ აბა მე მგონი იდეალურად არის მიტანილი პირველი ნომერი. აი მასში აქვს პატარა ფანჯარა დატოვილი, მაგრამ ეს არაფერი დანარჩენი შვენივრად არის განაწილებული, რასაც უყურებ. ეხლა წავიდეთ და 50 მეტრაში ვნახოთ რა მოხდა. აი უკვე რა ვიცი ცოტა გაშლილია რა გითხრათ. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია რომ 50 მეტრა არ არის ტოპისთვის სასროლი მანძილი. ეს ისეთი მანძილია უკვე რომ მეტნაკლებად უკვე იმაზე ხარ დამოკიდებული ან ხო და ან არა. არ მინდა სუნთელი მოუნიშნო რა ერთი სიტყვით. აი ესე გაშალა არ ვიცი ხა ვინმე შეიძლება თქვას რომ ჩემი ტოპი უკეთესად ისვრის სამიანჩოკი მიდგამე. ხო და აი სიტუაცია ჯვარზე ვესროლე ცოტა აქეთ გადმოიტანა ჯგუფი. ძირითადი ჯგუფი რაც არის რა. აი ეს რო იყოს აქეთ. არა ესეც კი აიღებდა პრინციპში რასაც არ უნდა ესროლო ხა 50 მეტრაში. მაგრამ აი ეს ჯგუფი რო იყოს აქეთ იქნებოდა იდეალური. ოდნავ არის გადახრილი მარცხენა მხარეს. ეხა დავაპაუზებ და გადავიტან ამას 70 მეტრაში და ჟაკანი ვესროლოთ. ცოტა გავერთოთ, ვნახოთ რა იქნება. დავაყენე ჩავიტანე 70 მეტრაში. სამიზნე, აი ვიღაცას ნარეზიანიც უსვრია. აი ესეთი ის არის გადავარდნილი ბეტონის ნანგრევი და აქედან არ იქამდე 70 მეტრა. ეხა ჩავდებ ამ ვაზნას. ეს არის 28 გრამიანი ფიოჩი და 70 მეტრაზე დავაბაგუნოთ. მოკლედ ესე ჩვენი ფიოჩი. აბა წავედით.
წავიდა. აბა მივიდეთ და ვნახოთ. არც კი გავთიშავ კამერას. აი ესე მივიდეთ, რომ ვიღაცემა დამიწერეს იქ რომ ესეთი მალეო როგორ გაიარევო 98 მეტრაო და აი ხა 70 მეტრას მივდივარ ისე რომ თუ არ გეზარებათ უყურეთ, აბა რა ვიცი. არა ეს პატრონა არის, არ ვიცი რა. აღმოჩენაა ჩემთვის. საჯაკნები გიყვართ, თავის დროზე შეიძინეთ. სანამ მარაგშია მაღაზიებში. არ ვიცი, სასწაული პატრონა რა. ცოტა მაღლა დავიჭირე, ხა ჯვარზე ვესროლე, მაგრამ მეთქი მანძილია მეთქი. მაღლა დავიჭირე და ნახე როგორ მოხვდა ბიჭო, აი. არ ვიცი, სასწაული პატრონა. ნახე რა. 5 სანტიმეტრით მაღლა ჯვარზე. ძალიან მაგარი. მოკლედ, აი ესეთი სიტუაცია გვაქვს. ჟაკანი, ანუ 100 მეტრამდე უპრობლემოდ. ჩემი გამოცდილებით. კარგად იყავით.